ბრუნდით ეთერში და გადაცემის დასასრულს ევროპული სტანდარტების მრავალპროფილურ კლინიკას მასპინძლობთ, რომელიც 5 წლისაა. კლინიკა ჯერარსის სამედიცინო სერვისებზე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ ახლა და ჩვენთან სტუმრად არიან ირმა მჟავანაძე, კლინიკა ჯერარსის გენერალური დირექტორი, ირაკლი ღლონტი, კლინიკის სამედიცინო დირექტორი და ონკოქირურგი და ჯუმბერ ფარცახაშვილი, ჯერარსის სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ქალაქ ჰალის მარტინ ლუთერის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი. გამარჯობა და მადლობა რომ გვესწრებთ. გილოცავთ 5 წლის იუბილეს და შესრულებას და ქალბატონო ირმა, მოდი ვისაუბროთ პირველ რიგში ჯერარსის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა, პირველ რიგში მადლობა ესეთ არაჩვეულებრივ სტუდიაში მოწვევისთვის. მე მიხარია რომ ჩემ კოლეგებთან ერთად ეხლა საშუალება მაქვს ვისაუბროთ ჯერარსზე, ანუ 5 წელი თქვენ ახსენეთ, რა პროგრესია, რაც ოპერირება დავიწყეთ და ის გეგმები, მე ვცირედ გეგმებსაც შევეხებით, რაც დაგეგმილია. ჯერარსმა ოპერირება დაიწყო 2019 წელს და ძალიან მალე ეს კოვიდის პერიოდი იყო და ჩვენ მოგვიწია 2 წლის განმავლობაში ცოტა სხვა ფორმატში მუშაობის ფუნქციონირების გაგრძელება, თუმცა ესეც იყო გამოწვევა, რომელსაც გუნდმა ძალიან წარმატებით გაართვა თავი და ეს სიძნელეები, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ შესაძლებლობებად გადაიქცა, იმიტომ რომ ასეთ პირობებში საგანგებო რაღაც ესეთ გარემოებებში როგორ გიწევს, ასე ვთქვათ, მართვის გაგრძელება. კლინიკა არის მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური და ძალიან მოკლედ შევეხები თვითონ კონცეფციას დაფუძნების, როდესაც დაფუძნდა, იყო ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე, ხარისხიან სერვისზე და რაც მთავარია, უნდა ყოფილიყო პაციენტზე ორიენტირებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ დამეთანხმებით, როდესაც რაღაცა დაავადება ხდება ოჯახში, ახლობლებთან პირველი პაციენტები, მისი ოჯახის წევრები არიან დაბნეულები და რა თქმა უნდა, მათ ჭირდებათ ისეთი მხარდამჭერი სერვისები, რომელიც ყველაზე მეტად ამ დროს არის წამყვანი. რა თქმა უნდა, კლინიკა არის ამაზე ორიენტირებული და ამას მეტყველებს ჩვენი მესიჯებიც. პირველად იყო მაგალითად კეთილი სიტყვიდან გამარჯვებამდე და ეხლა როგორც თქვენ ახსენეთ 5 წლისები გავხდით და იუბილე გვაქვს და ეხლა ვამბობთ, რომ ეს არის უპირველესი. ჩვენ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე უპირველესზე. და როგორ ზრუნავთ ამ ჩვენი პროფესიონალები და გუნდით, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი დასახდენი ჩვენთვის. თქვენ სერვისები ახსენეთ და საინტერესოა სწორედ რა სამედიცინო სერვისებს თავაზობთ, ბატონო ირაკლი, თქვენ რომ გითხრათ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ასევე აღნიშნულ ძალიან სასიამოვნო გარემოა. მადლობა. ჩვენთან კლინიკა როგორც ხალბატონმა იმამ აღნიშნა, თავიდან იყო მრავალპროფილური, ანუ და ასევე წლების მატებასთან ერთად კიდე მრავალი მიმართულება დავემატეთ. მოკლედ მომხილვა რომ გითხრათ, გვაქვს ბავშვთა და მოზრდთა კარდიოქირურგია, გვაქვს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულება, დეპარტამენტი. ასევე გვაქვს ნეიროქირურგია, როგორც ორი მიმართულება ნეიროქირურგიაში, როგორც ენდოვასკულარული, ასევე ღია ნეიროქირურგია. გვაქვს ზოგადი ქირურგიის მიმართულება, რომელიც თავის მხრივ ზოგადი ქირურგია ყველაზე დიდი დეპარტამენტია, ასე ვთქვათ, თავის მხრივ მოიცავს უროლოგიას, გინეკოლოგიას, ჩირქოვან ქირურგიას, პროქტოლოგიას, თვითონ ზოგად ქირურგიას და ონკოქირურგია. ეს ძირითადი მიმართულებებია. ასევე გავფართოვდით, დავიმატეთ როგორც გითხარით მიმართულებები, მოხდა ონკოლოგიური გუნდის, ესე ვთქვათ, გადახალისება, ჩანაცვლება, ასევე დავიმატეთ ონკოჰემატოლოგიის მიმართულება, რომელიც ძალიან პრობლემური თემაა, ესე ვთქვათ, სფეროა, რა თქმა უნდა, დღევანდელ, იმიტომ რომ ძალიან გახშირდა ეს დაავადებები. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც უკვე 1 წელია ჩვენთან ბატონი ჯუმბერი ხელმძღვანელობს, ეს არის სიზავთა ქირურგია, რომელსაც არ დავართ სიტყვა და თვითონ ისაუბრებს ბატონი ჯუმბერი. ძალიან მაღალ კვალიფიცირებული ექიმების ხელში ვიქნებით, ესე იგი, პაციენტები. ასე ვთქვათ. ბატონო ჯუმბერი, თქვენს მიმართულებაზე ვისაუბროთ მაშინ. სიამოვნებით, მოგესალმებით, მადლობას მოგიხდით მოწვევისათვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება ჩვენს მიმართულებას, ჩვენ ძირითადად კლინიკაში უზრუნველყოფთ ისეთი პაციენტების მკურნალობას და ოპერირებას, რომელთაც აქვს საკმაოდ რთული სილზარღვოვანი პათოლოგიები და რომლებიც ძირითადად საჭიროებენ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო საზღვარგარეთ მკურნალობას. და ვცდილობთ ესეთი პაციენტების სერვისი უზრუნველყოთ ჩვენთან კლინიკაში. ძალიან იშვიათ სერვისს თავაზობთ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ თქვენთან არის ხელმისაწვდომი. კი, ნამდვილად.
ასევე რა თქმა უნდა სხვა პაციენტების მკურნალობა სტარდება სტანდარტული რაც შესაძლებელია ვთქვათ საქართველოს პირობებზე გაკეთდეს, მაგრამ ძირითადად ჩვენი ორიენტაცია არის იმ პაციენტების მენეჯმენტზე, როგორც მოგახსენეთ, რომელთაც სჭირდება საზოგადოებრივად მკურნალობა, მაგრამ გარკვეული მატერიალური უქონლობის გამო ვერ ახერხებენ ამას და შესაძლებელი არის მათი ესე ვთქვათ ოპერირება იმ სერვისების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ჯანდაცვა უზრუნველყოფს ამ პაციენტების დაფინანსებას და მათ აღარ სჭირდებათ საზოგადოებრივად სამკურნალოს წასვლა. ეს არის ჩვენი ლაითმოტივი, ასე რომ ვთქვათ, რატომ დავიწყეთ კლინიკა ჯერარში ამ რთული პათოლოგიების მკურნალობა. მაგალითად 2 დღის წინ ჩატარდა ჩვენთან კლინიკაში ამიერკავკასიაში პირველად გულმკერდის, ესე ვთქვათ, გულის ყველაზე დიდი გულიდან გამომავალი ყველაზე დიდი სილზარღვის მთლიანად გააჭრის გარეშე ენდოვასკულარული პროტეზირება. ეს ევროპაში მარტო 60 ცენტში ხდება, სხვაგან არსად. პლუს ამას, ვინაიდან კლინიკა ჯერარს აქვს ბავშვთა კარდიოქირურგია და აქვს შესაძლებლობა, ესე ვთქვათ, ჩვენ მომავალ თაობას უმკურნალოს, ყავს ძალიან კარგი ბავშვთა კარდიოქირურგიული გუნდი, რომელიც ძალიან იშვიათ ოპერაციებს აკეთებს, ოპერაციებს ცოტა ისეთი მკურნალობენ. გვაქვს გეგმაში, რომ ჩამოვაყალიბოთ სილზაროვანი იშვიათი პათოლოგიების ცენტრი, როგორც არის მაგალითად ბავშვებში ეგრეთ წოდებული დაბალი, მაღალი და შერეული არტერიული ვენული მალფორმაციები. ჯერჯერობით ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არსებობს საქართველოში, ვინაიდან თავად მასალა, რომელიც გამოიყენება, არის ძალიან ძვირად ღირებული და ეს დამუშავების პროცესია და ამ ეტაპზე გვიწევს ასეთი პაციენტების ჩემთან კლინიკაში წაყვანა. კი, ანუ მოდიან, რაც საშუალება არის ჩვენთან კეთდება, თუმცა იგეგმება, რომ ეს პათოლოგია მთლიანად სხვათა შორის ძალიან ბევრი პაციენტი აღმოჩნდა ესეთი, რომელსაც სჭირდება ამ პათოლოგიისგან გამომდინარე მკურნალობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ვფიქრობთ. ხო, შეთავაზება, იმიტომ რომ არა მხოლოდ ფინანსების გამო, კიდევ სხვა რაღაც მიზეზების გამო არ არის მარტივი საზღვარგარეთ პაციენტის გაგზავნა და თანმხლები პირის წასვლა. ალბათ მშობლიურ გარემოში, ნათესავებში, მეგობრებში, ახლობლებში იმ სერვისის მიღება ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება პაციენტისთვის, ვიდრე სამედიცინო რუკაზეც მოვინიშნებით, როგორც ამ სერვისის პროვაიდერები. ჩვენი თვითმიზანია, რომ აი რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი გაემგზავროს თურქეთში. მაგალითად ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავს, რომელსაც უკვე მკურნალობა აქვს არასწორად ჩატარებული. და მე კლინიკა იქ მთლიანად ირიდებს ასეთ პაციენტს თავიდან და პასუხსაც ვერავის ვერ მოთხოვს. თერცულია სამართლის პოვნა ასეთ შემთხვევაში. ამიტომ აი კლინიკაც ამიტომ ავარჩიეთ, ოპერირებდით სხვადასხვა კლინიკებში მანამდე, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს რეალობიდან გამომდინარე ჯერჯერობით ერთადერთი კლინიკაა, სადაც მისი მატერიალურ-ტექნიკური და ასევე პერსონალიდან გამომდინარე შესაძლებელი არის ასეთი პაციენტებისთვის სერვისის გაწევა. ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. გადაუდებელი თუ გეგმიური მკურნალობაა, მაინც ქალბატონო ირმა თქვენ მინდა გკითხოთ კლინიკის ძირითადი მიმართულება. კლინიკის მიმართულება ძირითადად ორივეა პრინციპში. კი, ვიღებთ როგორც გადაუდებელ შემთხვევების მართვა ხდება, ასევე ხდება გეგმიური შემთხვევების. ეს არის მრავალ ესეთი რთული ბატონმა ჯუბამ ისაუბრა და ბატონმა ირაკლიმ, ეს არის ენდონეიროქირურგიული ოპერაციები, ეს არის კარდიოქირურგიული ოპერაციები, ისეთი ოპერაციები, რომლებიც როგორც გეგმიურად იგეგმება, ასევე არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც გადაუდებელი ჩარევები ჭირდება. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ სწორადაც კლინიკას ჭირდება ყოველთვის, რომ იყოს იმ სტანდარტების და მოთხოვნების დონეზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თანმიმდევრული მკურნალობა, რასაც ქვია, რომ ეს იყოს მიწოდებული, უწყვეტად, დროულად და რა თქმა უნდა შეცდომების გარეშე. მაშინ რადგან სტანდარტები ახსენეთ, სტანდარტებზეც გკითხავთ, რამდენად ხდება ინფორმაციის მიმოცვლა იგივე საერთაშორისო დაწესებულებებთან და კომპანიებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ სფეროში, ხო? კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ჩვენ როდესაც დამთავრდა კოვიდზე ვისაუბრეთ, პირველი რაც იყო ჩვენი გუნდის
ესეთი ამოცანა პირველი დავიწყეთ Ავსტრია ISO სერტიფიკატი მოვიპოვეთ, იმიტომ რომ დაგვენახა სად იყო ის შესაძლებლობები, ის ხარვეზები, ან ის მიმართულებები, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა რაღაცა ქმედითი ნაბიჯების განხორციელება. ანუ ეს არის ხარვეზების აღმოფხვის ზუსტად სისტემაში მოყვანის, ეს არის ასე ვთქვათ ხარისხიანი სერვისის საწარმოებლად ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ამის საშუალებას გაძლევს. და სამინისტრომ თქვენ იცით, რომ დაანონსა ძალიან აქტიური ფაზაშია ხო, რეფორმირების ფაზაში, ასევე მოთხოვნა საერთაშორისო აკრედიტაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ცოტა წინ ვიყავით 1-2 ნაბიჯით, ჩვენ უკვე დაწყებული გქონდა საერთაშორისო აკრედიტაცია და ეხლა რაღაცა ფინალისტებს ვემზადებით უკვე, გვინდა რომ ეს 5 წლის იუბილე დავაგვირგვინოთ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო აკრედიტაცია. მნიშვნელოვანი განაცხადია. ნამდვილად. და ზოგადად ძალიან მაღალია ჩვენი პასუხისგებლობის ხარისხი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ და არ შემიძლია არ აღვნიშნო, ალბათ ჩვენი ძლიერი მხარე არის ის, რომ გუნდი, რომელიც მართავს კლინიკას, არის როგორც დიდი გამოცდილების ბიზნესის კუთხის, დარგის ცოდნის და კლინიცისტების. კლინიცისტები, რომლებიც თავიანთი შედეგებით ცოტა სხვა მაჩვენებლებს აჩვენებენ, ინდიკატორებით, ყველაფერი იზომება, ხო? და ასევე ძალიან მაღალია ჩვენი სოციალური პასუხისგებლობაც. ეხლა მაგალითად ერთ-ერთ გეგმას გაგიმხელთ, ასევე გეგმავთ ასის ცენტრების შექმნას, რომელიც იქნება თბილისში და იქნება საქართველოში, სადაც მოსახლეობისთვის ვფიქრობთ, რომ გაიზარდოს ინფორმირების ხარისხი. აი რატომ არის მნიშვნელოვანი მაგალითად დროული იდენტიფიცირება დაავადების, აი რას ნიშნავს, რა სერვისი უნდა მიიღო, როგორია თანმიმდევრული სერვისების მიწოდება, ეს არის ჩვენი პასუხისგებლობა იმ დიდი საქმის წინაშე, რომელსაც ცნობიერების ამაღლებასაც შევუწყობთ ხელს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როგორც ჩანს, ამ მოკლე დროში რაც 5 წელია თქვენი კლინიკა არსებობს, მაინც ძალიან ბევრი პროფესიონალის თავმოყრა მოხდა. ხო, საინტერესოა ესეთ მოკლე დროში ამდენი მაღალი დონის პროფესიონალის ერთად შეკრება. თქვენ როდესაც ჩვენ საუბრობდით რეკლამის დროს, თქვით რომ რა არის თქვენი ძლიერი მხარე. ერთ-ერთი ძლიერი მხარე არიან ზუსტად ეს პროფესიონალები, რომლებიც აი რომელთა უკან დგას ძალიან დიდი გამოცდილება. ჩვენ როდესაც უყურებთ ახლა რა თქმა უნდა ძალიან ბევრია საქართველოში დეფიციტიც არის, რა თქმა უნდა არიან პროფესიონალები, რომლებიც უკვე დასაქმებული. როდესაც ვიღაცას უყურებთ და ვაფასებთ ზუსტად ამ კუთხით, რომ რა კარგია ჩვენ სურვილი გვიჩნდება, რომ იყოს ჯერარსის გუნდის წევრი და ეს არის ერთ-ერთი დიდი კომპლიმენტი. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მისი მაჩვენებლები ძალიან კარგად ვიცით როგორი პროფესიონალია. ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ უწყვეტად ვითარდებოდეს, შედეგები იყოს ძალიან კარგი და რაც მთავარია პაციენტზე ორიენტირებული, რომ ჩვენ შევძლოთ უპირველესად თქვენს ჯანმრთელობაზე, ყველას ჯანმრთელობაზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დიდი მადლობა, ძალიან გვეიმედებით. პირდაპირ შემიძლია გითხრათ. მადლობა.